გამარჯობათ მეგობრებო, არხის გამოწერება კარგა. გამარჯობათ. მე და ბატონი დავით ნასარიძე ზედმეტ სახელად ჩოხა მოვედით ქართველ ოსტატთან. კი ბატონო. წარუდგეთ ძმაო. გამარჯობათ, გახლავართ ბექა უქიტაშვილი, ქართული იარაღების ოსტატი. და აი ესეთი რაღაცები ეს არის თანამედროვე გაკეთებული. ამაზე ვერ ვიტყვი რომ იარაღია მეტი, რაც ხელოვნების ნიმუშებია რა. კი ბატონო, ეგრეა. საიდან მოგაფიქრდა რომ ეს გაიკეთებინა? ყოველთვის მიყვარდა ეს ქართული დამბაჩები, ეს ფორმა, თვითონ ეს მექანიზმი. ბევრი შრომის მიუხედავად, მაინც გამომივიდა ყველაფერი. აიცა, ვინმე გასწავლა? არავის, ჩემი ხელო, ჩემი თვისწავლი ყველაფერი. ანუ ვიღაცა შეგირდათ მიხვედი რაღაცა? არსად, სულ ყველაფერი ჩემით. დავით, ხედა. ნაბადი. ანუ შენ სადამ ვიღაცას ესწავლებინე, უფრო მაგისწავლე, ანუ უცბად. რამდენი ხანი დაგჭირდა? სადღაც 1-5 წელია უკვე ამ საქმეზე ვიმაშვი, მაგრამ ერთი ბოლო 2 წელია უკვე ამ დონეს მივახცე. ხარისხი გაზარდა და აი ბოლო 2 წელიწადია ესა ნახეთ რა, ახალვაჭი. ეს რაღაცა სიგიჟეა. ეს არის ნახეთ რა გაკეთებული. სპილო ზვალი, მოოქროვილი ფოლადი, თან აი ცაპირის სამლე. თავის ისა დასატენი ხო? ქართულად ამას ზუმბი ქვია. და ეს თავის ეს მეორე ესეც საპირის სამლე რომ ამაში ხო დენტი ჩაყაროთ. თან ყველაზე საინტერესო ის არის რომ ესენი ყველა ოქმედებია რა. აი ესეთი რაღაცა. მოკლედ ეს ვაკუხოთ. ცოტა დენტი გვაქვს. თუ ვინმე საგაკ შავი დენტი შემოგვეხმიანეთ. რამოდენიმე სერიად გადავიღებთ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა რა. თვითონ იარაღები და კიდე რა უნდა მეთქვა. ეს კაცი ამებს ყიდის. რო იცოდეთ, ამ დავდებ საკონტაქტოს, ხო გაქვს საკონტაქტო რაღაცა. მიწერეთ. ოღონდ მე არ მითხრათ რა აღის და რო არ დათოს არ უთხრათ რა. აი ამ კაცს მიწერეთ. ეს არის ბოლომდე სუახლები მზადდება. ხო, თან მოქმედი რო ისვრის, ხო? რო არ ისოდეს ისეს გააკეთებ? კი, ბუტაფორიას, მაგრამ დროს დახარჯვა არ ვიღებს. ბუტაფორიის გაკეთება. ხო, არა, აიც უნდა იწოლდე ეგეთი გააკეთე. აბარა. და კიდევ შეგიძლიათ აი ესეთი რაღაცა მოიტანოთ. ეს არის უკვე ევროპული რაღაცა რესტავრაციისათვის. ანუ ამაზე უკვე პისტოლიანი რაღაცა ესეთი. ეს იყო გაუბედურებული, დაჟანგებული, შეჭმული და გარესტავრირებული. და იგივე თოფები. აი ბატონ დავით უჭირავს, ეგეც გარესტავრირებული არის. აუ ეს რა თოფი, აი მართლა რა თოფიაო, რო იტყვიან ეს არის რა. აი ესეთი ძალიან მაგარი თოფია. ეს მუზეუმს გვაჩუქა. ხო, აი კონტაქტური მუზეუმი რა ქვია შენ მუზეუმს კაცო? ქართული იარაღის მუზეუმი. მე რაღაც ხო კონტაქტურ მუზეუმს ვეძახი ხო? ო, შეგიძლიათ მიხვიდეთ ეს თოფია იყოთ, სურათი გადაიღოთ. ქუხება შეიძლება მომედათ. მუზეუმში არ ვისვრით, მაგრამ ისე გამოფენებზე და მაგალითად თელავში და ბოლნიში გავისვრით. იმიტომ რომ გასროლის უფლება. ეს თუ თოფები არ ითვლება ცეცხლსროლ იარაღად, იმიტომ ლულიდან იტენება და ატენვას დიდი გაფორმება არ უნდა ისეთი იარაღს, რომელიც ლულიდან იტენება. კი ბატონო, და შავდენცია. და შავდენცია, ხო რაღაცა რომელიც არის შოება. კი ბატონო, ეგ არის შოება. ხო, ნუ არის შოვნება, მაგრამ რაღაც მზადდება და ნუ მაგას მივხედეთ. ცოტა გვაქვს, ეხლა რომ შეგვიძლია უბრალოდ გაჩვენოთ როგორ იმაშვება რა. თეატრალური გასურალა ქვია მაგას. ხო რა. ტყვია არიდება. მე ჩემთან ამოდით ტყეში და იქ სამიზნე გავაკეთოთ, ტყვია ჩავდოთ შიგა და ვაკუხოთ. აი ჯეელობიდან ამის მუღამ. წადი არ ექნება გასროლი. ეჭო აი ჯეელობიდან საუკუნის მერე 2026-ში გაისრის ისტორია. ო რა, მე თუ ძალიან ისეთი რაღაცა გავთავხედით, შეიძლება სანადიროთაც ავ. აქ ახლა მე უნდა ვთქვა რომ უნიკალური რა არის, იმიტომ რომ ძირითადად მე მქონდა ლულები და ლულების რესტავრირება ხდებოდა ბექას მიერ და აქ ჩახმახი არის ძველი. ანუ მე-18 საუკუნის ჩახმახი. მე-18 საუკუნის ჩახმახი, მე-18 საუკუნის ლულა. ლულა, კი. ხო და კიდე რა უნდა ვთქვა, ხო ამაზე პოლიცია და კანონი არის ეგეთი რა, რომ ლულიდან გასატენი შავ დენზე მომუშავე იარაღი არ ითვლება ცეცხლსროლ იარაღად. ოღონდ ეხლა ნადირობა არა. ნადირობა არა და არც ის რომ ესე ჩატენო და ქუჩაში იაროთ ეს. ანუ ერთ იული იცი რატო აქ ოდნავაც სინესტე რო აიღოს ეს აღარ გავარდება. ეს მაგით აღარ ითვლება. პოლიციამ თუ დაგიჭირე ხა იმას დაუწყე სინესტე თუ არა, ეგეც აგართმე.
არის ბავშვები. ხო, ნუ მოგეთ სახში რო კონდეთ გაფორმებოდა რა ამიან რა. გადატანის დროსაც ჩატენილი არ უნდა დატოვო რა. ხო, გადატანის დროსაც ისეთი რაღაცაა, რომ დეაქტივირე რა, ტყვი არ უნდა ინდო შიგა რა. რა ვიცი, ახლა ამაზე თუ ვიღაცამ გაგიჩხრიკა და რა, არ ვიცი ძმაო. მოკლედ. ცივერას თუ ამზადება. არა. ცენსაციული იარაღია შენ. ეს მარტო კავკასიური კაჟიანი და ნუ ევროპული ამების რესტავრაცია რაც შეეხება დამბაჩები, თოფები, იარაღებს არ შეიძლება. ცენსაციული იარაღი. ხანჯლები, თანამედროვე იარაღის ნაკლებად აინტერესებს. დანები, ჩემდა შურს. არა, ძალიან ვაკეთებდი პატარა მინიატურულ დანებს, რომელსაც ახლა წუხელ გავაკეთე და ბატონ დავითს გადავცემ საჩუქარს. გახერა საჩუქარი. ესაც სპილოზოალი და ვერცხლითი, ესაც ფოლადი არის ჩუქლები. ძალიან დიდი მადლობა. ახლოდანა ჩვენი რა მაგარიდანა? აჰა, ოღონდ სკოლაში არ წაიღო. სკოლაში არ წავედი. ყელზე ჩამოიკიდე ესე რომ იქნები ხოლმე და ეგეთი რაღაცაა რა. ვანა ხოთ ხალხს ესე იგი როგორ ისვრის? ანუ ეხლა ნახეთ რა, ეს ამაზე ვილაპარაკოთ საკეთებზე. ეს საკეთი შენი გაკეთებული. კი, თავიდან ბოლომდე. მიკელეთის ჩახმახია, ესა გარე ჩახმახები. ეგ არის. ზუსტად ასეთი არის გამოფენილი ზემოთ მუზეუმში. ნახე ეგა და ეს არანაირი ზომა არ მიღია, სულ ჩემი თვალის ზომით გავაკეთე ეს. და უკვე რო იქ მუზეუმში ვნახე, ეს ზომა-ზომაში არის ჩასული. აი რა მაინტერესებს, უყურე ეხლა ეს ჩახმახი. საქართველოში ადრებს დადებოდა იყო მაგისისა, ან მაჭახელას ხეობაში, ან ისე სადო თბილისიც. მაგალითად თურქული ჩახმახებისგან განსხვავებით ჩვენი არის ძალიან ჩატე. მასიური ჩახმახები აქვს თურქებს, აი შეიძლება დამბაჩაზე ასეთი ჩახმახი ჩააყენონ. აი ანუ თოფზე ზოგჯერ თურქულ თოფზე პატარა ის უყენია. არაპროპორციული ისინი აქვს რა. და ზოგ აი აქ ისე თავები რაღაცნაირად უჩები. ეს ნავ ქართული ისინი ეს ფორმისები. ანუ რამისგანა გაქვს ეს აღებული, აი ახლა ეს მოდელი მაგალითად, ეს არის ძალიან ლამაზი, ახლოდან აჩვენე რა, რა ვიცი. ისე შეიძლება რომ აი იქაც შეაჩვენე. ნახეთ რა, როგორ რაღაცაა. და მოდი ახლა იარაღის განხილვაზე ვილაპარაკოთ, თვითონ ეს განვიხილოთ როგორც იარაღი. ეს ჩემ ხელში ახლა როგორც მინჭირავს, ნუ თავი დავანებოთ ხელოვნების ნიმუშია. ჩემ ხელში არის მაგარი ადვილით ის არის რა ქვია, ჯდება რა ხელში და კარგი მოსახერხებელია, თან მე პატარა ხელი მაქვს. ადრე რა ვიცი რატო უკეთე კონდახის პატარა აქვს, ხო? წონის დაგდება. აი ბევრად ამაზე პატარა კონდახით მინახე კიდე თოფი. ხო, მაგრამ ცხვირწი რო გიფეთქდება ესაც ეს ახლა უყურე ევროპულ ჩახმახთან, ანუ ევროპელებს ხო შიდა ჩახმახები აქვს, უფრო ახლოს არის რა და ქართულ თოფებს, თურქულ თოფებს აქვს ეს თაღი. ეს თაღი და აი ეს გარე ჩახმახი სერიოზულად იცავს თვალს. არა, ხო, მაგრამ აი ეგ ნახორეთი აქ ამას მოდი ჯერ დამბაჭა, ნუ თოფზე ვილაპარაკოთ მოდი ჯერ. თოფი ცალკეა, დამბაჭა ცოტა სხვა სპეციფიკაა. ხო. აი დამბაჭას მაგალითად არ აქვს სამიზნეები, ანუ დამცავი 2 მეტრაში სასწოლი 5 მეტრში. შენი გაშვებული ხელზე ისვრიდა. ხო და ამასაც ეგრე ისროდნენ, აი ხარზე თარიდებდნენ, აი უცებ გაწერდნენ. ხო, აი რაღაც ესე უნდა ისროლო რა. ანუ მიშვერილი. არა, იყო ესეთი თოფები, რომელიც მიზანში ისროდა, ბაშია ჩუქში რო იმოდენა ჩიცრობი იმაში გაარტყა. აი ის არის ყველაზე იმას არაფერი არ აქვს შესული. რამდენჯერ და ნახავ რომ ის კლასიკურია ხო მოვიდა. მოიტანე. დამჯერჯერ ვიყურებია ბაკინოს ეთოფების გულისთვის. ხო არა? ხო და ძალიან იშვიათია რა, რომ ქართველები შენ ძალიან მაგარ საქმეს აკეთებ. ეხლა ესაც ხო არანაირი ზომა ჩემი იმით ავიღე თან როგორც ძვალმა. აქ ყავს ვინმე კოლეგა, ვისაც ერთად აკეთებ. არავინ მარტო. აი ვისაც ვეძებ ვინმე სულ. ერთი მეორეს აზრებს უზიარებთ. არავინ, სულ ჩემი აზრი, ჩემი მოდელი ვარ, თითოეულ თუ კეთდება მოდელი. ხო, აი მე დანეები და მე იარაღები რაღაც გაერთიანდნენ, რო იცოდე და ერთმანეთს აზრს როცა ყველა ცალ-ცალკე აკეთებ. თუმცა, როდესაც უკვე გავიცანი და მე ახლო ურთიერთობა, აი მეგობრობა და ეს თანამშრომლობა დავიწყეთ, მე თამაჯალაღანიასთან იყო და იქ ლულები და რაღაც ელემენტები ნახა, მაგრამ უკვე იცოდა. ეხლა უყურეთ, აი ამ თოფს არაფერი არ აქვს მომატებული. ანუ კლასიკურია, ანუ მე ვარ 1.69 აი სიტყვაზე ეს გადმოვწიეთ, დავკეტე, მივიდე და საკმაოდ შორსაა თვალი რა და მე მგონი არანაირი ალება აქეთ არ მოხდებოდა რა. ეს არის, ანუ ამ თოფში ჩარევა არ არის რა. რესტავრირებულია მხოლოდ კონდახის ნაწილი თან. ანუ დაახლოები დაინახავდი, მაგრამ ნახეთ რა მოკლე კონდახი. გახედა და მასკოა. და როგორი ოქრო და აი ეს ძველი ლულა, ხო ორიგინალი. ჩახმახი ყველაფერი ორიგინალია. აი ესენი არ შემიცვლია სალტეები, ნახეთ. ძალიან საკვირველია, როცა
ესეთი დონის ტოფები ესეა შენახული რა. და ესენი ჩვენ ქონდა გამოფენაზე და გამოგზავნა. აი მის რვანში როგორ ჭრიდნენ ვიცი გამოფენაზე ვნახე. რო ნახე ზოლით ბეწვის ვერ ჩადებ შიგნით ისე ლო ჩასმული. რითი და როგორ ჭრიდნენ ამას. მაგარისაა გაკეთებული. და მოდი და ეხლა ეს არ შეიძლება ეხლა ეს არა, ხო. ეხლა კიდე რა უნდა თქვა რა, ნუ ვინც არ იცით, გეტყვით რა, რულები დაკუთხული რატო იყო, ამას ჭედავდნენ ჩაქუჩით. ანუ შიგი იყო ჩხირი გაკეთებული და იმ ჩხირზე ეწყობოდა და მე ხო ზედ დამასკოებია ხო. ხო და მე იჭედებოდა ჩაქუჩი და ჩაქუჩით რგოლს ხო ვერ გამოჭიდავდი. ამიტომ კუთხეებს უკეთებდნენ რაღაცა, იმას იცავდნენ და იყო აი ესეთი რაღაცა, აი შეხედეთ როგორი კალიბრი აქვს. მტერს მოხდა ესა შორს ვერ ისროდა, მაგრამ დამიზნებდათ ვერ. ევროპულ ტოპებთან შედავით პატარა კალიბრი გვაქვს. თუ იქ არის 17 ნახევარი 19 მმ ჩვენ. აი რა მინდა იცი ეხლა ყურადღება რაზე მინდა გავამახვილო რომ ესეთი კაცი არსებობს საქართველოში. არიან ისეთი მე ძალიან მაგრამ მიყვარს აი ეს ტოპები ვაფრენ. არასოდეს არ მისულია თან აი ესეთი კაჟიანი ტოპი. არის ესეთი ადამიანი, კიდეც სხვებიც იქნებიან ალბათ. იქნებიან. შენ საკონტაქტოს დავწერ. შეიძლება ვიღაცა შენგან მომუნდეს სწავლა რომ აჩვენო როგორ გააკეთოს. არანაირი პრობლემა. შეიძლება ვიღაცამ შენზე ძალიან მაგრა იცოდეს და იმაგასა ხო. ერთ სიტყვით რა მინდა იცი აი მიზის მიხსევა მინდა რომ ქართული საქმე გაკეთეს რა ეს არ დავკარგოთ. ხო კაია ხო. ჭამაც კაია და ისიც კაია მაგრამ ეს იარაღი, ცივი იარაღი ძალიან მაგარი მაგრამ ცივი იარაღზე ბევრი ყავს სპეციალისტი უკვე. აი კაჟიან ტოპებზე ჯერჯერობით მე ხა ვიცნობ ორს. შენ გიცნობ და ზაზა ნაგერვაძეს. იმას იქ მივოდე კი იქ. მეც ვიყავ. ო მე და ბატონი დავითი. ყველები გვაჩუქა. ნუ ლულების ჭედვა ჯერ ბექას არაუთვისებია. ნუ სამჭედლო უნდა ეხლა იქ. ხო ეხლა სამჭედლო მაგაისაც სულ მალე დავიწყებ თლიანად ლულების ტოფის ლულების გამოჭედას რომ ამას თლიანად ვაწყობ ეხლა ლულებს. თლად დიდი ის არ უნდა დაზგა აი მაგ სიგრძეს უკვე გახრეტა უნდა ლულის დამუშავა. ეხლა ამას ისა აქ შიგნით. აკი ხრახნი ლულულია. ლულიანებია სულ ყველა დამბაჩები. და ეს მუშაობს. ეს რა თქმა ახეთ რა. ეს გამოფენაზე იყო რა ძალიან მაგარ ნახე. კონკურსო იყო. ნერე არ მოიგო არაფერი. არაფერი. ამიტომ იმედი გვაქვს რომ სპილოზვალის მადლობაც არ გითხრის. რო არა უშავს. რო ნახის მადლობაც არ გითხრის. არა უშავს. მე რო ეს არხი გავაკეთე. უცნობი კი არა, ყველაზე ახლობლები მოდიონ მეუბნები რა სისულელეს აკეთე. წადი მშენებლობაზე რაღაცას ხელი მოკიდე. მთელი ამბავი. მეუთხარი მოიტა თავი დამანებეთ მეთქი და არ მოვეშვი, არ მოვეშვა. ბოლოს ვინც კი ვისაც იარაღი უყვარს და აინტერესებს ეხლა მე იმას გქონდა ყველაზე მაგ ჩემზე ძალიან მაგრები არიან, მაგრამ რაღაცას ხო პატარას მეც ვაკეთებ. შენ ძალიან შეგიძლია ხო ვაკეთებ. შენ ძალიან ხო ეგ არის ხო? და სამუშაოც არ არის რა. შენ ძალიან მაგარ საქმეს აკეთებ, აი ამ ყველა მერტად უნდა ვაკეთოთ. შენ აი ეს შეიძლება არ დაიჯერონ, აი ეს არის აი ეს დამბაჩა დავამთავრე ზუსტად 3 დღეში. თავი ზლიანად ამოჭრით, ლულის გაკეთებით და მექანიზმის გაკეთებით. ნამდვილი სპილოზოლი. ხო. ეს მოგონული იყო თუ შენ მოგონე? არა, ცოტა დიდი მასალა იყო რა, ეს მომცა უკვე ისა ფორმა რა ამოჭრის, მეტის მოხრა ფორმა მისცა. აღარ მო. ანუ აი ხა მე რა მინდა თქვა. რქა ზოგადად ახლა მე ხანჯალზე მიხმარე, შეგიძლია გააცხელ და მოგონო. იმას ღუნო ეს იმტრება. აი შათვალე იმას ავითარი ხო ეს იმტრება, შუშას ავითარი, დაჟე არც უნდა დაგივარდეს რა. აი შო დაგივარდეს ამის. აი ამას ჩაოლებრივად ეს ჯერ ადუღებისა, დიდი ხანი უნდა ადუღო წყალში, მე ცეცხლზე ფორმებს აძლევ. ხო, ეგ ვიცი, ხო, კამით, ეს არა, ხო? ეს კვილია რა, ბაიმალიანი რაღაცა. ჩაოლებრივი კვილია. ბზარებს იკეთებს, აი თავის სიძველის სცენი აქვს. ეს არის პატარა საპირისწამლე, ხო? აი ესა ნახე რა, ახლა მოიტანე რა. ამას სასაყრელია წამლის. საპირისწამლე რა არის, ამაში არის, ამას გააღებთ ესე, ბერკეტია. აი, ვანახოთ როგორ იყრება. აი. მაგაში, აი, ახლა მოიტანე. ცოტა იყრება, ბევრი არ უნდა. შენ თუ ყრია. ამა? ალულაში. ანუ მაგაზე მეტი არ უნდა ჩაიყაროს. ხო, ეგ დაახლოებით ზომა. ცოტა სყრით აქვს. ანუ ფალიაზე დააყარე. დავკეტოთ ამას. ეხლა გასროლა. მოიდა რა მეც მასოლე მაგის დედა ვატირება. მოდი აბა. არ გავარდა. ზურამ ცოტა დიდი გაისროლოს ახლა. ბიჭო რა მაგარი რაღაცა არის.
ონა დატენა არ ხდება ზეთ კამერაზე არ თორე არა, ტყვიას ხო, შიგნით არავდებ ტყვიას. მის თოზე ვიცი. ცოტა ჩაყარე, ბევრი არ გინდა. ო, შავი დენთი უნდა დენთის სუნით დადო. სუნი აქ და აუცილებლად როცა გაისრულნა გაწმინდო თორე ხო, აი ხო, ჭამს არა. აფუჭებს ეგრევე რაღაც ზეთოვან სახდის. მაინც ახლა სანამ დაკეტავ ერთი წამით. აი ახლა უყურეთ, აი აქ სანამ ჩაყრიდა. აქ პატარა ამოჭილი, აი ეთყობა კიდევაც. ამასო გადმოაფარეთ ზემოდან. დამალა რა, ანუ იარაღი რო ესე გადახაროთ ან გადმოხაროთ. იმდენი მაინც ახე ცოტა არა, ცოტა გადმოიყრება, მაგრამ რაღაცა დონეზე თუ კარგად დაკეტავთ არ გადმოიყრება. ანუ ცხენზე ზიხართან სირბილის დროს რაღაცა გადატენილი ვატაროთ. სულ იმას ფიქრობდი მეთქი ფალია მეთქი რომ აი ეს კეტავს რა. ანუ წირო მოწევთ და მე ეს თვითონ როგორ არის უკან გადმოწიო კიდე? ორჯერაა შეყენილი. ო ეს უკვე ის არის, მზად არის უკვე. ანუ რო გამოწიო გაისვრის? მიდი გაისვრი. აბა, დილოთა ახალ წელს. არა, შორიდან გადაიღე რა, რომ ისე გამოხდეს სრულიდან როგორ გამოვა რა. მე ავიდე შენთან ტყეში და ტყვია ჩავდო შიგა და განვიხილოთ როგორც იარაღის განხილვა რა. თქვენთან ტყეში მაშინ საჩუქრთან მოთ თქვენი დამბა ჩავატყოთ და არებ გავი. კი ბატონო. გამოცადოთ ვისროლოთ. ძალიან მაგარია რა, რომ აი დავითას მადლობა რომ შენ ხო, აი თავი სამხედრო რეკონსტრუქცია, რასაც ბრძოლის დათმაქვია და აი ამისკენ რომ მივდივართ, იმიტომ რომ ეხლა ეს რაც გაკეთდა, უკვე მოგვეცა იმის შანსი, რომ აქამდე მქონდა ლულები და ეხლა უკვე რესტავრირებული, ანუ თუ მოგვეცემა იმის შანსი, რომ ჩვენ აღვადგინოთ ან კრწანისობა, ან ბრძოლა, შენ გააშუქებ ჩვენ. რამდენიც იქნება, ხო, კი ბატონო, არა, 10 კაცს გავასროლინე. ხელშესახები უნდა იყოს რა, აუ, ამან რა გამა ეს რა მაგარია. ისიც ქონდა რა ქვია. უკუცემა ხო ხელზე ეს ვიჯი. არის აი ნაღდი არის ზომებში, ლულის სიმსხოლში. ეს ეხა მინიატურული არის, პატარა ეს ამით ეხლა ეგრე მარტო საჩვენებლად უნდა იმასაკრა რა. დამსკია. ხო, აი ხლა მას შუშაში უნდა ჩავსო ეს და ცოტა სხვადასხვაირად რომ ისე ეს არ დავჩაგროთ, კავკასიაში გავრცელებული იყო ეს ფორმაც რა. არა, აი ახლა თოფივითაა. ამის გამკეთებელს რომ არ დააფასებ, უნდა შეგიცხეს ცხვირი რა. ადამიანს შეხედეთ რა ძალიან მაგარია რა. თან კიდე ერთხელ ვიტყვი, ესენი იყიდება რა. შეკვეთითაც არის, რავი, თუ გინდა დაგიწეს გურამის ან ლევანის ან რა ვიცი, მე თუ გომბრალოს. ხო და ამ კაცებს საქმე იქნება, თქვენს ძალიან მაგარი რაღაცა გიქნება. არ დამავიწყდეს, ვისაც უყვარს ჩოხა და ხანჯალი, უნდა იცოდეს, რომ ეს აქილეები, ხო, საცეკვაო არა, ეს არის დენთისთვის. წაპირისწავლე იგივე. ვისაც ჩოხა აქვს და ჩამოკიდებული აქვს, წესით დამბაჭა ან კაჟიანი თოფი უნდა ქონოდა. ანუ ვისაც საპირისწავლე ბატონო და გინდეს გასულნო. ცოტა ჩაუყარე რა. ოღონდ მე არ მომიშვი. შიგნით აღარ ჩავ გვერდიდან ამოთ. თორე შაიჟინდე. არა მაიცავ YouTube არ დაბროკოს, არა. ისე გასულნებ. ისე გასული. YouTube-ის გარეშე. არა, ხო, YouTube-მა ეხლა ბავშვები და თოფი მიწეს და რაღაც იმათ რა იციან და თუ იარადებში. მოკლედ. აი ეხლა ამ სერიას კიდე გავაგრძელებთ რა, ანუ დღეს ამას იგიც შეიძლება რომ დაარესტავროთ იარაღი, ძველი რამე ხო თუ გაქვთ. და ესეთი რამე შეუკვეთოთ რა. რა ვიცი, აი ძმა მოიტახელი ჩავმართვა. ძალიან მაგარ რამეს აკეთე. სუპერ მოხიბლული დავჭი რა. ანუ არის კიდე ზოგს ლულები უყრია. აუყრია საკეტები, აზზე არ არის რა უყოს, დაჟანგებული. წყლის მილებათაა გადაკეთება, ბუხრებშია, რავი, ყორეებშია გაყრილი. ვინც იპოვით 8 კუთხა ლულას, უნდა კონდეს თაღი, ზოგჯერ კუდიცა აქვს მოყვება, დალუქულია ცალხარის და ხვრელი აქვს. ესეთ ლულას თუ იპოვით, მან მუზეუმის შეიძენს, ან გაგირესტავრირებს და სახში გექნებათ საშულთაშულოდ. ხო, ახალწელს გამოყოლ, ბოლო და დააბატკონებ, ეხლა სანადიროდ რომ დვერიული. მე ამით გავისროლი ახალწელს. მე 17 საუკუნის მერე ეხა 2026 წელს. როგორ ის აქონდა ეფექტი? ძალიან მაგარი. დარტყმა დიდი არ ექნება. დარტყმა დიდი არ ქონდა, იმიტომ რომ მარტო ეს პოროხი იყო რა ჩატენილი. ტყვიას ხო არ ტენ. არ ხოტყია, მაგრამ ჩადო ხო ისე შეული. კი. და ლულას როგორ მაგრამ ამის კალიბრის ტყვიები არ არის. ჩამოს. ჩამოსასხმელი უნდა ქონდეს. ჩამოს. როგორ კიდევ ანუ მას რომ მოკიდო ხელი ხო დაგეწვე. რას? არ გეწება ის. არა, ეგ ისე იგეთი რასის რაბით უნდა ისროლო. აფეთქება ხდება ბატონ დავით აი ამაში, წამში. ერთი წუთი. მერე ცხელი გაზი კი მინდის, მაგრამ ისეთი რაღაც არ არის რა. ეს არის სუპერ რაღაცა რა. მოკლედ მეგობრებო.
აუ, ამან დაგლიჯა, ამან რა. ამან დაგლიჯა. ეს რა არის? მოკლედ მეგობრებო, მოდი ამით ეს ვიდეო ახლა დავამთავროთ. მე კიდე ბუნებაში გავიტანოთ, ტყვია ჩავდოთ, ვისწავლოთ, თქვენი აზრი დაწერეთ ამაზე რა. როგორ მოგეწონათ, ვისაც გაინტერესებთ, აგერ კაცი არის და დამზადება გადავიღოთ როგორ ვატყო. კი ბატონო, დამზადებაც მე შენ აღარ მოგეშვება, ჩაგაფრინდები ახლა. იმიტომ რომ ო ესეთი ადამიანი თბილისშია სხვათა შორის, არც მთაში და რამე გახიზნული არ არის. თბილისშია, თბილისში შეიძლება რა მოსახლეობის უმეტესობა აქ ავცხოვროთ, ხო ეგრეა? ხო და უფრო ისე მისადგომათაც ისეთი რთული არ არის. მოკლედ, აი ამ კაცს იცნობდეთ. დანარჩენი რავი თქვენზეა და ამაზე ვისაც გაინტერესებთ დაუკავშირდით ამის საკონტაქტო შენ საკონტაქტოს დავწერთ დადავწერთ ტელეფონი დავწერო აქ რამე გვერდი გვერდის მოკლე ო გვერდი ნამუშევრები არის არა ხო აი ხო ნამუშევრებსაც ნახავთ აწვევის პროცესი გაკეთების პროცესაც გადავიყევ და მოკლედ თქვენი აზრი უეჭველი დაწერეთ ამით აბა მეტირით გავახაროთ ეს ხალხი გამოგივშთოთ კარგოსანდებოდ შემდეგ ვიდეომდე. შემდეგ ვიდეო. აუ რა მაგარია. აი ეს არის ბატონო დავით, აი ეს ხალიჩას ეკიდათ ხოლმე თავადებს. ო და აქ თან ცივი არ არის, კუთხეც არის. ეგ ცეცხლსროლი ყუიების და ცოტა ბრინჯაოს ისიც აქვს კოლექცია. ეს უკვე შენი რაღაცა წვლიც არის, ხო? ბატონ დავით ხელებს ნუ კიდევ ჯობია. კი ბატონო. აქეთ უნდა და აი ეს ისინი მოვიტანეთ წიგნები და ორ სიტყვას ვიტყვი, იმიტომ რომ ძალიან იშვიათი წიგნებია, ესა 51 წელს გამოშვებული ნადირობა რაჭაში და როგორ ამ ვისი დაწერილია? ეს მეცნიერების აკადემიისა დრობაკიძის დაწერილი და ძალიან სერიოზული წიგნია და მე ვისურვებდი რომ ეს წიგნი ხელახლა გამოიცეს. აი მაგალითად მახეებს როგორ აგებენ. დავასკანეროთ. ხო, დავასკანეროთ. ვისაც დაინტერესდება. მე მაგმახეებს კიდე გავიმეორებ და გადავიდე. აი ეს არის ძალიან საინტერესო ისევე ივან ჯავხიშვილის სახელობის და აქ არის დენთის წარმოებაზეა. შავი დენთის, კი ბატონო. როგორი წარმოება და მე აი უყურე ბოლოში არის ერთი მომენტი, როცა აი ამ დენთს მე აი უყურე და საცეხვით, იმიტომ რომ ის ხო უნდა ძალიან პუდრივით. ძალიან იშვიათი აი ესეთი ეს არის გარე ესპანური მექანიზმი, რომელიც კაფსულაზეა გადაკეთებული. ეს ფრანგული წიგნებია. სხვათა შორის ორი წიგნი გვაჩუქეს. სამწუხარო საქართველოში ესეთი საქართველოში იარაღზე წიგნი კაჟიან თოფებზე ვიძახი და დამბაჭებზე არ არის, თორე ისე ნამუშევრები არ არის და ხო, ნუ რუსეთის იმპერიის და საბჭოთა კავშირის დროს ცდილობდნენ რომ ქართულად არაფერი ყოფილიყო. სერიოზული წიგნი. მე მინდა საერთოდ გადაცემა გავაკეთოთ წიგნებზე რა. იმიტომ ეგ ცალკე გავაკეთოთ მე, იმიტომ რომ ეგ არის ძალიან საინტერესო თემა. ესეც არის ძალიან სერიოზული. აქ ტყვიები, აი გახედე. ტყვიები, დატენის მექანიზმები, როგორ ეს მერე წიგნები ცალკე განვიხილოთ შენთან ამოვალ. გაიხარეთ. ასე რომ ნუ ყველანაირად მხარში უდგევართ ლიტერატურის აჰა, კი ბატონო, მორალურად. ფიზიკურად.